ხმაური და დაპირისპირება კალაძის საარჩევნო შტაბთან მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს ქართული ოცნების წევრები დაუპირისპირდნენ. შტაბიდან გამოსულმა ოცნების დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ირაკლი კობახიძის ბრძანებით მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. მდინარაძე ოცნებამ სუსის უფროსად 3 სექტემბერს დანიშნა, მან პოსტზე ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლა. ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს შეხვდა. სლოვაკეთი უკრაინის გვერდითაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, წერს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ჩინეთში მისი კონტაქტების შესახებ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რუსულ ნავთობსა და გაზს მომავალი არ აქვს. წერს ზელენსკი X-ზე და განმარტავს, რომ მასა და ფიცოს შორის დიალოგი გაგრძელდება. ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პოლიტიკოსი ციხეში რჩება. ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი წერს, რომ შესაბამისი დადგენილება დღეს ჩაბარდა. კოალიციაცულებისთვის ლიდერი საჯელ სულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 5 კოლეგასთან ერთად იხდის. იმავე ბრალდებით საპატიმროში მყოფი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ყაველაშვილმა დღეს შეიწყალა.